პოლიტიკურ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე მსხვილი და დიდი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია არის ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი. ნიკა, დღევანდელ სიტუაციაში მოგესალმებით, დღევანდელ სიტუაციაში ძალიან რთულია ხუმრობი დაწყება ასეთი საუბრების, მაგრამ ბევრი ასეთი ხუმრობა მოვისმინე თქვენი მეგობრებისაგან, რომ ნიკას მდგომარეობაში ყველანი ესე ვთქვათ კრიტიკული თვალით უყურებდით, რომ კაცი შეზღუდული იყო გადაადგილებაში თავის სამაჯურის გამო და ახლა პირიქით ხელისუფლებას იქითკენ მოუწოდეთ, რომ რამე გავაკეთოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავამაგროთ სახლებშიო. დღეს არის ვითარება, როდესაც თქვენი ხელით, თქვენი თითით ხელი მიაჭერეთ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. რამდენად სერიოზული საჭიროება არსებობდა ამისთვის და ნაციონალური მოძრაობა რა მხრივ აპირებს თავის წვრილი შეტანას იმ საქმეში, რასაც პანდემიასთან ბრძოლა ქვია. დიახ, გიორგი, მადლობა კიდევ ერთხელ შესაძლებლობისთვის. ახლა უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა მთელი სოფლიო, ხო და საქართველოს რა თქმა უნდა სამწუხაროდ ვერ დარჩა ამ პანდემიის მიღმა, ხო? ახლა 11 მარტს განსაკუთრებით, როდესაც სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ეს ვირუსი, კორონავირუსი პანდემიად, მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოს ვართ და ხედავთ, რომ სამწუხაროდ ასევე ყოველდღიურ რეჟიმში ჯერჯერობით ისე ფართოდ არ აღმერთად დაგვიფარო, როგორც ვრცელდება ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მაგრამ ნუ მზარდი არის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს სწრაფად გავრცელებადი სენი რაიმე სახით შევაკავოთ. ამიტომ ერთობა როგორც არასოდეს არის მნიშვნელოვანი და დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლებას მარტივად გეტყვით და პირდაპირ ეს მოჩვევის გარეშე გვერდში დავუდგეთ იმისათვის, რომ მათ გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, მაგრამ ახლა ვიხილეთ ბატონი პრემიერ-მინისტრის გახარიას ბრიფინგი, მისი საუბარი, იმ საუბრის შინაარსი და გამოცემული დეკრეტზე დატანილი ტექსტი არის სხვადასხვა რამ. ცდომილება არის დიდი. ახლა სადაც ბატონი გახარია საუბრობდა, რომ დღემდე თუ კი ჩვენ პირველ ეტაპზე რეკომენდაციებით შემოვიფარგლებოდით, თუ ახლა სავალდებულო უნდა გახდეს ეს რეკომენდაციებიო და იქვე დააყოლა, რომ მაგალითად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრებები უნდა დავიყვანოთ 10 ადამიანამდე, ხო? რაც მნიშვნელოვანია ჩემის აზრით, რომ ასე მოხდეს ამ ვითარებაში. ახლა დეკრეტში ამას ერთი ვერ ვკითხულობთ და მეტიც რიტორიკის დონეზე, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის სრულიად სხვა რამ აქვს უკვე და კითხვაზე ჟურნალისტის იგზალება თუ არა თავშეყრის ადგილებში 10 კაცის ასე ვთქვათ 10 კაცის ზემოთ შეკრებები, მათ თქვა რომ არა. მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებსაც არ ეგზავნება და როგორც ჩანს ამაზე დამატებითი განმარტებები აუცილებლად იქნება მისაღები მთავრობის წევრების მხრიდან. რა თქმა უნდა, როგორც პრემიერის განცხადებები შედარებით უფრო ასე ვთქვათ ფოკუსირებული და მკაფიო იყო ამ კუთხით, თუმცა რელიგიური რიტუალებში მონაწილეობაზე მისი პასუხიც არ იყო მაინცა და მაინც ნათელი დღის განმავლობაში. მაგრამ პარლამენტის სპიკერმა ამ 10 კაციან შეკრებასთან დაკავშირებისაც კითხვის ნიშანი ჩამოყიდა ჰაერში, რაც დასაზუსტებელი იქნება აუცილებლად. დეკრეტში რამდენადაც მე ვნახე არ წერია ეს 10 კაციან შეკრებები. არ წერია და მეტიც მოვისმინეთ ახლა იცით რა არის, მოდით რა, აქ არ არის ახლა უბრალოდ მართლაც აი ამ ნაწილში ენის მოჩვევის დრო. ახლა ევროპის წამყვან ქვეყნებში სამწუხაროდ როგორც არის საფრანგეთი, გერმანია, სამხრეთ კორეაშიც, ხო? სადღაც კერა გაჩნდა რელიგიურ ორგანიზაციების ფარგლებში ამ პანდემიის და სადაც უბრალოდ დაიწყო ეს ვირუსი. ამიტომ ახლა ნებისმიერი მდელსახური მე თუ მეტყვის, რომ ეკლესიაში თუ კი შეიკრიბება ეხლა, როდესაც ძვინვარებს ეს მომაკვდინებელი პანდემია 400-500 ადამიანი, აქ ვირუსი ვერ მოგვერება, უბრალოდ მომეცით, რომ ეს მოსაზრება არ გავიზიარო. და ეხლა ვიღაცას თუ არ ეშინია, ხო, ის უნდა ფიქრობდეს სხვაზე, ვისაც ეშინია. ობიექტურად ეშინია, ხო? და ამ შემთხვევაში ამ ადამიანებს შეიძლება შევთავაზოთ, რომ ასეთი ტიპის დაუზღვეველ სივრცესა და გარემოში ყოფნის შემთხვევაში მან თავად მოახდინოს საკუთარი თავის იზოლაცია, ისე რომ შეიძლება თავის თანამემართებაში მართლა იყოს დარწმუნებული ეს ადამიანის პრობლემა არ არის ეს ინდივიდუალური საკითხია ყველასი. პრობლემა ჩნდება იქ, სადაც ის შეიძლება იყოს საფრთხის მატარებელი სხვებისთვის. ამიტომ მათ სხვებისაგან განრიდების მეთოდები შემოგთავაზონ ისეთი, რომ დანარჩენი ნაწილი საზოგადოების დამშვიდეს და დაწყდეს. რა თქმა უნდა, აქ მაღალი თვითშეგნებასთან უნდა გქონდეს საქმე და
სოლიდარობასთან, ხო, მოქალაქეებისა და მე რო არ მეშენიას იმას არნიშნავს, რომ ჩემ მეგობრს არ ეშენია, ხო, მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც სახლიდან ვერ გამოდიან და 3-4 დღე არ უჭამბიათ საჭველი. იმდენად პანიკაში არიან სამწუხაროდ ჩავარდნილი, ხო? ყველა ერთნაირად არ განიცდის ამ არსებულ ვითარებას. წინა შემთხვევაში დღეს რა მივიღეთ, რომ უსაფუძვლოდ გამოიწვია მაშინ ხელისუფლებამ დამატებითი პანიკა და ნახეთ, ხო, სასურსათო მაღაზიებში რა ხდებოდა, ხო? თუ რეკომენდაციები სავალდებულო შესაძლებელი არ გახდა, მაშინ რა შეიცვალა? არც არაფერი შეცვლილა და რა თქმა უნდა, ხვალ მთელი დღის განმავლობაში მე ვფიქრობ, ეს კითხვები დასაზუსტებელი ექნება ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ უსაფუძვლო და უბრალოდ უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე, რამდენიმე ღვთელსახურის მიმართ პირდაპირ ტექსტით შემილია, ციტირება მოვიყვანო, რომ გახარიას იქით დავაჯარიმებთ ჩვენო. აქეთო ჩვენ ნუ გვიწესებს შეზღუდვებსო. ვიღაცამ თქვა, რომ მე მაინც უნდა წავიდეო, ეს არ არის პასუხისმგებლობით საქმისადმი დამოკიდებული. თუმცა არაერთი ღვთელსახურის არათუ კომენტარი, არამედ კონკრეტული განზრახულებათა გეგმაც მოვისმინეთ, როგორ აპირებენ თავიანთ მრევლთან ურთიერთობას ისე, რომ ყველა ეს რისკი იყოს დაზღვეული და არც მათი სარწმუნოებრივი ასე ვთქვათ მოწადინება შეიბღალოს რაიმეთი და მეორეს მხრივ საღიაზრით გამოწვეული საფრთხეც განეიტრალებული იყოს. არც ამხსარებლობისა და არც რწმენის თავისუფლების შეზღუდვისთვის დღეს ხმა არავის არ მიუწია, ხო? უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, მინდა ხაზი გაუსვა, ვერ გავიზიარებ, ვერასოდეს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ნაწილი მოსახლეობისთვის, ისაც ახლა ვამბობ, ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ ეკლესიაში ვირუსი არ გავრცელდება. დიახ, 1999 წელს 9 აპრილს როდიონომა, როდესაც 9 სამდენი გაზი შეაგდო ქაშვეთის ეკლესიაში, იქ ისევე მოიწამლა ხალხი, როგორც მოიწამლა ზედ რუსთაველის გამზირზე, ხო? და იტალიაში ჩვენზე ნაკლები მორწმუნე ხალხი არ ცხოვრობს, ხო? მაგრამ გავრცელდა ეს შეზღუდვები და მაინდამაინც ეხა ბატონი გამყრელიძე, ბატონი ცერცვალძე, დღეს ბატონი გამყრელიძე საუბრობდა, მე უსმედი ერთ-ერთ ეთერში, რომ მან მისცა რეკომენდაცია საპატრიარქოს, მაგრამ სამწუხაროდ მათ არ გაითვალისწინეს. მე იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს პერიოდში ეს შეზღუდვები გამკაცდება, იმიტომ რომ ჩვენ რა უნდა დავწმუნდეთ და მერე ნიშანი მოვუღოთ საპატრიარქოს, რომ თქვათ, აი ხე ნახეთ, რომელიღაცა ეკლესიის მრევლს ხო შეეყარა ეს ვირუსი თქო, ამას დაველოდოთ ხალხ, ნო? რა იტალიაში არ მოხდა აპატიეთ თქვენ არ მოვისმინეთ თქვენ თქვით რომ არ მინდა დავასახელო რიცხვიო, მაგრამ 800 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში. დღის მონაცემები რაც არის სრული კატასტროფა, რა თქმა უნდა. გუში გარდაიცვალა 700 ადამიანი. იმ 800 ადამიანიდან რამდენი იქნებოდა ღრმადმორწმუნე, ხო? არა, ღრმადმორწმუნე კი არა. ჩვენ შეიძლება ხვალ უკვე ჩვენ საინფორმაციო საშუალებაში ვაჩვენოთ მონაცემები მინიმუმ 25 სასულიერო პირი მღვდელი, აქტიური პრაქტიკის მქონე მღვდელი, სწორედ კორონავირუსის შედეგად დაიღუპა მარტო იტალიაში. და აქაც ახლა ვერ გავიზიარებ, ეს არის. სხვათა შორის განსაკუთრებით ხაზგასასმელი არის იმ ქართველი სასულიერო პირების ღვაწლი, რომლებიც განსაკუთრებით იტალიაში და ევროპის იმ ქვეყნებში სადაც მძვინვარებს ეს ეპიდემია, თავიანთ მრევლთან ერთად არიან, ან უგეშებენ მათ და მათთან ერთად ცდილობენ, რომ ისე ასე ვთქვათ, დაეხმარონ ადამიანებს და გვერდში ედგნენ, რომ მათი საფრთხის ხარისხი კი არ აწიონ, არამედ პირიქით სულიერათაც გააძლიერონ და მათ ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც ხელი შეუწყონ. დიახ, აი თქვენ ძალიან 25 სასულიერო პირი გარდაიცვალა და 1921 წელს კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდ გარდაგვეცვალა ინფექციით, ხო, კოლერით. ამიტომ ეხა ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ ვითარების ნორმალიზებაში და უნდა ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ არ იფეთქოს პანდემია, თორემ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამაზე ვერ გაუძლებს, ხალხო, ვერ გაუძლებს და იქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე და მიუღებელია ნებისმიერი საქართველოს მოქალაქით, ვინც არ უნდა იყოს ის მოსმენა მათი მხრიდან მოსაზრებისა, რომ მე არ მეშინია ვირუსის და მე ვივლი. მე მეშინია, ვიღაცას ეშინია ვირუსის დამკეთილი ინები, რომ ეცი პატივი შენს თანამოქალაქეებს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გიორგი, იმისათვის, რომ ხელისუფლებისთვის ხელი შეგვეწყო. და ეხლა ხელისუფლების პასუხისმგებლობა თავიდაბოლომდე რამდენად აღასრულებს იმ გადაწყვეტილებებს და იმედს ვიტოვებ, რომ აღასრულებს და გაკეთება ყველაფერი, რაც საჭირო არის. მაგრამ ეს რაც შეეხება ვირუსთან ბრძოლას, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მივიღოთ სწორი, რასთავარია სწრაფად გადაწყვეტილებები, რომელიც მაქსიმალურად შეამსუბუქებს
მოახლოებულ ეკონომიკური კრიზისის. აი, ამაზე მინდოდა რომ მესაუბრა და არ მინდა რომ დღეს ისე დაგვემშვიდობოთ, რომ ამაზე თქვენი პოზიცია არ წარმოადგინოთ. რა არის კონკრეტული რეკომენდაციები თქვენი ამ სიტუაციაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას ქვეყანაში უკვე შექმნილი ეკონომიკური კრიზისის და მძიმე სოციალური ფონის გამოსასწორებლად. მოდი დაგვევიტყოთ სამწუხარო, ჩვენ თქვით რომ დავაწესეთ მორატონიუმ ხელისუფლების კრიტიკაზე, ეს საქმე გადავადდება და აუცილებლად ვალდებულებაა ჩვენი რეალობა არის ასეთი გარდაუვალი, მაგრამ სამწუხარო რომ ჯერ კიდევ ხელისუფლება საუბრობს დაწესებელ შეზღუდვებზე და იქაც ბუნდოვანებაა, მაგრამ ერთი სიტუაცია ჯერჯერობით არ მოგვისმენია, რა ზომებს მიმართავენ ამ ანტიკრიზისული, ასე ვთქვათ, პრემიერმა გახარიამ დღეს გამოსვლის დროს თქვა, რომ მუშაობს ჯგუფი ამაზე და ძალიან მალე იქნება ეს გეგმა წარმოდგენილი. გასაკეთებელი. ჩვენ კონკრეტულად ვიტყვი ამის შესაძლებლობა რა ხარ მაქვს, ძალიან კონკრეტული წინადადებებით გამოვედით და იქვე დავაყოლეთ, რომ ეს არ უნდა იქნეს აქტიური როგორც კრიტიკა და პოლიტიკურ პაექრობა. აი, რა იყო ეს კონკრეტული წინადადება? მაგალითად, ეხლა ვიცით რომ 60,000 დღის მდგომარეობით, ალბათ გაიზარდა გუშინდელი დღის მდგომარეობით 60,000 ადამიანი ყავდა უკვე, რომელმაც დაკარგა სამსახური. ამ სამუშაო ადგილი ბაზრობებზე, აგრარულ ბაზრებში და სხვა პროფესიის ადამიანებმა დაკარგეს საზოგადოებრივი არიან სახლებში გამოკეტილდნენ, ნაწილი მათგანი ეხლა თქვენ გადაცემას უყურებს, ხო? ამიტომ ეხლა ისინი სამსახურის ან ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ელემენტარული, რამდენი ხანი უნდა იყოს ეს რაღაცა მათი რამდენიმე ასეული ლარი თუ კი აქვთ ისიც ოჯახს, ხო? კომუნალური ვაუჩერები ამ ოჯახებს, ამ 60,000 ოჯახს 4 თვის განმავლობაში უნდა გადავცეთ. რომ ელემენტარულად ის ხალხი, ვინც სახლში გამოკეტილი გაზი ჰქონდეს, დენი ჰქონდეს და წყალი ჰქონდეს, ხო? ეს ყველაფერი ჯდება მხოლოდ 25 მილიონი ლარი, მეტი არა. და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის 76,000 პენსია. ამ ეტაპზე არის სწრაფად გასაკეთებელი, ეს შეიძლება 2 დღეში გაკეთდეს. 76 ყველა პენსიონერისთვის, 776,000 პენსიონერისთვის 100 ლარიანი ვაუჩერი მედიკამენტებისთვის გადავცეთ. რატომ იცით, ეხლა ისედაც ვერ აუდიოდნენ პენსიონერები მედიკამენტების ყიდვას და ეხლა დამატებითი რაღაცები შეძენა უწევთ. ხო, გიორგი, ეხლა დაწყებული სადეზინფექციო ხსნარით გაგრძელებული სხვადასხვა ახლად წარმოშობილი საჭიროებები. არა, დეზინფექციას რო თავი დავანებო, ჩვენი საზოგადოება ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია და სხვა ავადმყოფობები დაწუხებს ადამიანებს და მათ შორის ისეთი ძიჩენს თავს ამ მდგომარეობაში, რომელიც შეიძლება მანამდე არ ქონდათ, ასე რომ პენსიონერებისთვის მაინც გააკეთეს, მოუწევს ხელისუფლებას ამის გაკეთება და მნიშვნელოვანია რომ სწრაფად გააკეთოს. 76 მილიონი ლარი ჭირდება პენსიონერებს რომ 100 ლარიანი ვაუჩერები გადავცეთ და საიდან მოიტანონ ეს თანხა სწრაფად, ესეც კი მიუთითეთ, ეხლა 100 მილიონი არის ლარი ბიუჯეტში გამოყოფილი მივლინებისთვის, ეხლა და მე მგონი არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი რომ ვერც ერთი ბიუროკრატი მივლინებაში ვეღარ წავა საზღვარგარეთ, ხო? რამდენიმე მომდენო თვე. ამიტომ ეს თანხა არის მთლიანად გადმოსათამაშებელი. ამ შემთხვევაში მართლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგი ჭირი მარგებელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ხალისიც კი დაეკარგება გარკვეული პერიოდი, თუნდაც ევროპაში მოგზაურობს. დიახ, ეს 100 მილიონი უნდა გადანაწილდეს დავასრულებ ერთი მხრივ კომუნალურ ვაუჩერებზე, რომ ხალხს ელემენტარულად შუქი კონდეს და მეორე მხრივ პენსიონერებს და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საახსულებო იძულებითი მოქმედებები შეაჩეროს ხელისუფლებამ. სადაც კრედიტორი არის ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ეხლა რა გვითხრეს ბანკებმა, გვითხრეს რომ სამი თვით გადავავადებთ ჩვენ სესხის დაფარვის ვალდებულებას თქვენთვის, რაც ძალიან კარგი და აუცილებელი იყო, მაგრამ მეორე სხვა ვიცით რა ხდება გიორგი? ანუ იძულებითი საახსოვებო მოქმედებები ახსოვებს ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს 10,000-ობით საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ. ანუ იძულებით აუქციონზე არის გამოტანილი და ქონებას უყიდიან, ყადაღები ედებ, ანუ დაწყებული იპოთეკური სესხი და არაუზრუნველყოფილი სესხით, გაგრძელებული პატრულის ჯარიმებით, არ ვიცი, ვიდეო თვალის ჯარიმებით, მერის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმებით, ეს ყველაფერი არის მიმდინარე. ხო და ხალხი არის სახლში გამოკეტილი, შემოსავალი ისედაც დაკარგა, პლუს ეხლა აღმასრულებელი ამ ოჯახებში რეკავს, ან წერილობით ეხმიანება და თხოვს რომ გადაიხადოს ამ დამანგარიში ამდენი თანხა. ნუ ამის ყველაზე თვალნათელი მაგალითი არის ინკასოები, რომელიც რამდენიმე ათას ორგანიზაციას დაედო, მათ შორის ტელევიზიებს. ამიტომ საგადასახადო ორგანოებმაც დიახაც მე სხვადასხვა დღეს ველოდი სიმართლე გითხრა, გულწრფელად ველოდი, არ ვიცი შეიძლება
კიდევ მაქვს შერჩენილი ეს გულურყვილობა ამ თვალსაზრისით, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მუშაობა არ შეიზღუდა საბედნიეროდ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. 21 მარტია, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ალბათ იცის, რომ ქართული ჟურნალისტიკის დღეთ არის აღიარებული და ველოდი რომ გამოვიდოდა ფინანსთა მინისტრი და იტყოდა, რომ ხალხო ის მართლა რაღაც ავტომატურად დაედო ეს ინკასო და ვითვალისწინებთ ქართული მედიის მნიშვნელობას ამ მძიმე ვითარებაში და ეს ინკასო მოიხსნება და მათ მიეცემათ საშუალება ნორმალური მუშაობის. აქვე მინდა მე დღეს ეთერში რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. საზოგადოებამაც იცოდეს და იცოდეს ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებმაც, რომ ინკასოს დადება ამ ტელევიზიებზე ეს არ არის მარტო ჟურნალისტებისა და ტელეწამყვანებისათვის გასაცემი ხელფასის პრობლემა. თუმცა ესეც პრობლემაა, ჟურნალისტები ისეთივე წინა ხაზზე არიან აი ამ ეპიდემიასთან ბრძოლის და ისეთივე და უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან, როგორც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროფესია, ხო, ექიმები, პატრულის წარმომადგენლები და ასე შემდეგ, არა? ანუ მე არ ვამცირებ აუცილებლობას, რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც აი ესე თავი აქვთ გადადებული, ოჯახში ხელფასი უნდა მიიტანონ, მაგრამ ტელევიზიის ფუნქციონირებას მარტო ჟურნალისტის მუშაობა არ ყოფნის, ხო? ჩემ წინ დღეს ახლა აქ დარბაზში არიან გამნათლებებლები, არიან ტექნიკური პერსონალი, ტელეოპერატორები, უამრავი სხვა ადამიანი, რომელიც ტელევიზიების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამ ადამიანებისთვისაც პრობლემაა და პრობლემა ოპერატიული საქმიანობისათვის. გადაღებაზე უნდა გავიდეს ჯგუფი, მძღოლს ხელფასი სჭირდება, საწვავის მოსახურებაა საჭირო. ისედაც ექსტრემალურ პირობებში გვიწევს მუშაობა. აი დღეს ახლა რო გადახედოთ, აქ ვუგრძალავთ ადამიანებს სამსახურში მოსვლა ზოგიერთ შემთხვევაში, მაგრამ არ გამოდის სხვანაირად ჩვენ მაინც გვიწევს ერთმანეთის რისკის ქვეშ დაყენება და იმას ვფიქრობ ჯგუფებად როგორ გადავანაწილოთ რომ ერთმანეთთან შეხება არ კონდეს რომ თლიანად კარანტინში არ მოექცეს მთელი სატელევიზიო კოლექტივი და ამ დროს ტელევიზიების გარკვეულ ნაწილს უწევს აი ამ პრობლემებთან შეჯახება და ფიქრი და მთავრობა ესე სიჩუმეს დუმილს ინარჩუნებს თითქოს არაფერი ხდება და ეს ჩვეულებრივი საწარმოო და მეტი არაფერი. მე მგონი ეს ძალიან არასწორი და არაადეკვატური დამოკიდებულება არის არსებული ვითარებისადმი. დიახ, და ეს აზრი თქვენ რო გავაგრძელო, სავსებით სამართლიანი გუშინ მე პირადად მქონდა ბრიფინგი და ინიციატივით გამოვედით და ეს ინიციატივა ეხება მათ შორის საგადასახადო სამსახურებს, რომ მომდენო 3 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტების წინააღმდეგ იძულებითი ხას უსვამ, იძულებითი საახსოვო მოქმედებები შეაჩეროს. ანუ იქ სადაც სახელმწიფო არის კრედიტორი იძულებითი საახსოვო მოქმედებები შეაჩერდეს. კი ბატონო, თუ მოქალაქე ნებაყოფლობით გადაიხდის ამ ჯარიმას, ხო და მასზე დაკისრებულ საუბრობთ, ხშირ შემთხვევაში კი ბატონო მისასალმებელია, მაგრამ ნუ დაუყადაღებ. მე სანამ თქვენ ეთერში ჩავერთებოდი საათნახევრის წინ შევამოწმე და 140 ელექტრონულ ფორმატში 140 მიმდინარე აუქციონი, ანუ 140 საქართველოს მოქალაქეს უყიდიან ან კარს ან სახლს, არ ვიცი მე, ან რაღაცა მოძრავ ნივთებს და ბოლო 3 კვირის განმავლობაში სახელმწიფომ 5000 ახალი საქმე შეიტანა და ასე ვთქვათ, მიცა სიგნალი აღმოსრულებს, რომ დაიწყე იძულებითი აღსრულება, ანუ დააყადაღე, ინკასო დაადე 5000 ახალი საქმე, სადაც კრედიტორი ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კი არ არის, სახელმწიფო არის, ან მერია, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაცა გამოცემული მის მიერ აქტი. ეს მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, ბატონიკა, რომელსაც ალბათ ხელისუფლება ესწრება, რომ კომპანიების მიერ, გიორგი, გაზის კომპანიების მიერ დაჯარიმებული ადამიანები, რომლებიც ვერ იხდიდნენ, ან ვაილაღლახით იხდიდნენ და მე მიექცა ეს აღსასრულებლად, ხო, აღმასრულებელი დაძლევს და სახში არის ეს ხალხი გამოკეტილი, ისედაც ყველაზე საჭვლის და აღარ ექნება და შუქსაც უგამოურთავთ და გას და ამაზე ხომ უნდა ვივიღოთ ძალიან მალე კონკრეტული ზომები ამასთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში გააკეთებს. დიდი მადლობა.